მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ YouTube სივრცეში ყველაზე განსხვავებულ, უნიკალურ და განუმეორებელ YouTube აუქციონს. დღეიდან აუქციონის ყველა ლოტი გავა QLED ეკრანზე 4K გამოსახულებით, რადგან Samsung-მა გამომიგზავნა უახლესი 2025 წლის მოდელი Samsung Vision AI Smart-ი, რომელსაც აქვს მილიარდი ფერის მხარდაჭერა. იყენებს quantum dot ტექნოლოგიას იმისათვის, რომ შექმნას უფრო ღრმა ფერები და მკაფიო კონტრასტული გამოსახულება ნებისმიერი სინათლის პირობებში. ტელევიზორს აქვს Q4 AI პროცესორი, რომელიც იყენებს სხვადასხვა AI ტექნოლოგიებს. თუ მაგალითად ჩემსავით გიყვართ ფილმების ყურება ან კომპიუტერული თამაშები, ხელოვნური ინტელექტი ცნობს ნებისმიერ სცენას და გარემოს მიხედვით კოლორუსტერის დახმარებით აძლიერებს ფერებს და ქმნის უფრო დინამიურ გამოსახულებას. ასევე ტელევიზორს გააჩნია 3D აუდიო გამოცდილება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოქმედება ხდება მარჯვნიდან მარცხნივ, ხმასაც შესაბამისი მიმართულებით გაიგებთ. და ბოლოს ყველა ახალი ლოტი გამოვა ეკრანზე აი ამ ინოვაციური solar cell პულტის დახმარებით, რომელსაც ჩაშენებული აქვს ხმოვანი მიკროფონი და სხვადასხვა ასისტენტები და სხვათა შორის ელემენტებიც არ სჭირდება, რადგან მზის პანელის დახმარებით იტანება. ხოლო დღეს აი ამ ულტრა რეალისტურ ეკრანზე აუქციონს ითამაშებენ ქორო, ნუცა, ნინიკო, გუგა და საბა საპანაძე. აშა, მიკი დაგავა. მიკი არის ჩვენთან სტუდიაში. მე-6 სტუმარი მივესალმოთ ამ უსაყვარელ ძაღლს. მე წარმატებას უსურვებ მიკის პირველ რიგში რა. მაგრამ შეგახსენებთ, რომ თითოეულ თქვენგანს გაქვთ 3-3000 ლარი ვირტუალური ბიუჯეტი, რომლის დახმარებითაც ჩვენმა მოთამაშეებმა უნდა შეძლონ, რომ რაც შეიძლება მეტი ლოტი შეიძინონ და დიდძალი ქონება დააგროვოთ. ხოლო გამარჯვებული მიიღებს 500 ლარს. ამ ყველაფრისთვის კი მადლობა ჩვენს გენერალურ სპონსორსაც, ამდღენს ამბასადორი ბეტს. შეგვიძლია დავიწყოთ მეგობრებო. ლაშა, მილიარდი ფერიდან 13 ჩამომითვალეს ხარაა. წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი, ვარდისფერი, იასამისფერი. აი იყო 13? კი, კაი 6 იყო. სტუდიაში პირველი ლოტი შემოვა ჩემო მეგობრებო, რომელიც გახლავთ მანქანა ფილმიდან უკან მომავალში. ყველასთვის კარგად ცნობილი საკულტო ფილმიდან. მე ეს არ მინდა. ეს არ გინდა, მაგრამ მე გეტყვით, რომ საკულტო ფილმიდან ზუსტად ეს მანქანა იყიდება ჩემო მეგობრებო. საიძე მაქვს ნანახიო გუგამ. საიძე გაქვთ ეს ნახე? საიძე სად გაქვთ? და ასლასაც არ ვიხდი. ის არის საკმართლად საკუთარ საბა, მოდი 200 ლარი. ფილმი არ გაქვს ნახე? 200 ბიდი. კაი ის არის, კაი ფილმი არის, მანქანა არ მინდა. 200 ლარი? 300. 300-ით მიღებული. მე გეტყვით მეგობრებო, რომ ამ ფილმს ბავშვობაში რო უყურეთ, დარწმუნებული ვარ, ყველას მოუნდა, რომ აი ეს კონკრეტული მანქანა რო ქონოდა რა. დღეს გაქვთ მაგის შესაძლებლობა, რომ აი ეს ბავშვებისთვის, ჩვენს ბავშვობაში ყველასთვის საოცრებო მანქანა თქვენს ფლობელოში გადმოვიდა. რამდენხანი ჩამოვა რო ვიყიდო? გადმოგეცემათ ავტომატურად, ეგ ერთ წამში. აი 400 დავწევ 400. 400? 400 მიღებულია. მეც არ ვიხდი რომ ისო. მე უკან მომავალშის მანქანა გვინდა? 401 402 500. 500 რა გაუხარდა? 501 502 ვინ იulis თბილისის ქუჩებში აი ამ მანქანით ახლა გავაკეთებ და 500 არ ყიდულა. 600 ქორო მე გადავა. ნუ მინდა რა მე ვასება რა. სტრაფა დავიწყებ უკვე 601 602 გოგო ნუ და 600 700. ოპა! ვაა 701 მიდი ქორო. 702 და 700 სამი გაყიდულია. ჩვენი პირველი ლოტის ავტორი გახლდათ ნუცა. 220 უნდა ღირდეს. ცოტათი აუცდებოდი თქვენს ადგილას, იმიტომ რომ ამ ლოტის ღირებულება გახლავთ 551,000 დოლარი. აუ მე მეტი ფასია. მეგონა ბებრა. მე მაქვს დაყიდე 900 ლარად ფეხბურთელი. აუ რა მაგარია. 7000 ლარიანი. თურმე იყიდე რა. ამით ვერციული ხმა ექნება, იმ ხელა ჯარიმები მოგივა. შემდეგი ლოტი მეგობრებო, არ ვიცი ეს ლოტი გოგოებს უფრო დაგაინტერესებს თუ ბიჭებს. აბა. საკაული რამე. ეს გახლავთ 200 ლარი. გასაკეთე ბიჭო, ცოლი ყავს. 200 მიღებულია. ეს გახლავთ ადრიანა ლიმას გამოსვლა პოდიუმზე, რაც იმას ნიშნავს, რომ არა ერთი და ორი გამოსვლა, არამედ თქვენ როდესაც
მოვაწყობთ ჩვენებას ეს ადამიანი აბსოლუტურად მთელი ჩვენების განმავლობაში მოგემსახურებათ ნებისმიერ კაბას ჩაიცავს. კაბის ჩაცმაზეა საუბარი რა თქმა უნდა. მისი ანაზღაურება იყიდება ასე ვთქვათ. ასე. რატო რა ხდება? აუ, რა სიძაღე, კაი. რა გატეხეთ ხალხო? აი, ჩო, გაკეთა. 200 აქვს ნათქვამი ქოროს და 300, 100, ამათი. 300. 400. მაშა 400. 401. დოლარზე მეტი, აი, არ უნდა ღირდეს. 402 არა. და 400. სამი გაყიდულია. წავ, იმიტომ რომ 400-ად ვერაფერს ვეღარ ვიყიდით. მე ბოლოში დარჩება. ეს კი ეხა 250,000 იღებს, მაგრამ კაი. მე მგონია, რომ ნინიკომ 400 ლარად იდეალური შეანძენი გააკეთა. აუ, შენი არ მწერო რა. ჩემი არ ჯერა? კი, არა, ძვირი იქნება. არა, ძვირი იქ. მისი ანაზღაურება გახლავთ 490,000 დოლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ შენ იყიდე? მე 400-ად ვიყიდე. 400-ად იყიდეთ და მგონია, რომ ძალიან კარგი შეანძენი. ადრიანალი მარა, მე ძვირი ყოფილა. შეგიძლიათ მეგობრებო, როგორც ქორო ესე გემრიელად რომ მიირთმევს, ასე მიირთვათ ჩვენი უგემრიელესი სომერსბი ახალი თანამედროვე ევროპული სასმელი, ოღონდ აუცილებლად ურჩევთ ჩვენ მაყურებელს, რომ შეიძინონ და მიირთვან ჩაციებული ყინულთან ერთად და სხვათა შორის ახალი გემოებიც დაგვიმატა ჩვენმა სომერსბი დააგემოვნეთ აუცილებლად. მაშა რა მაინტერესებს? აი, არაფერი რო არ ვიყიდე. ქრისტეების პრემია რაღაც არაფერი არ არის, ხო? თუ არაფერს არ იყიდით, თქვენი ყოველი 100 ლარი გადაკონვერტირდება 20,000 დოლარში და შესაბამისად გამოგდით, რომ სადღაც 600,000 დოლარი გამოგვიყვება. დაახლოებით. იმიტომ. ლოტი ნომერი 3 გაუნაღდებელი ჯეკპოტის ბილეთები. რაც იმას ნიშნავს, მეგობრებო, რომ ეს ლოტი აერთიანებს ყველა იმ ლატარეის ბილეთს, რომელიც ქალაქ მონტიჩელოში, შტატ არკანზასის გულში მაცხოვრებელმა შეიძინეს. ანუ მოიგეს და შემდეგ პირდაპირ უჯრაში გადააგდეს თავიანთი ბილეთები. ანუ უბრალოდ ვარდიახ სწორად გაიგეთ, რომ დაეზარათ იმდენად შეიძლება ვიღაცისთვის ცოტა თანხა იყო, ვიღაცამ 3 დოლარი მოიგო, ვიღაცამ 2 დოლარი, ვიღაცამ შეიძლება 50 ცენტი, რომ დაეზარათ უბრალოდ მისვლა, გაფორმება, განახდება და ასე შემდგომ. ეს ახლა როგორი რაღაც არის? ჩვენ გვეგონება დებილობა და რაღაცა იაფი და სინამდვილეში 200. 100 ლარი, 200 ლარი მიღებულია. და იაფი იყირება ჩემი აზრით. 300 ლარი. 300 ლარი მიღებულია. გადაარტყით ეხა, ხა. მეგობრებო, 300-ად ნუ გააჩ. ვატანთ და რატო არ ითვლება? 301 მე გეტყვით 400 500. 500 ყველა გაუნაღდებელი ბილეთი მონტიჩელოში აღარ ჯერა. 502 და გუგა 500 აი 600. ოპა 600 საბამ დაასწრო არა მე არა, შეხერი თქვი მე ავწი. მე ავწიე. მე ავწი. 700 არა 600. არა მე არა 600 თქვა საბა ვაფშე აღარ მინდა. გუგა შენერებული კადრი ამონაცდება ახლა თქვენს თვალწინ აი ხა რო ზიხართ სახლში კომფორტულად და უყურებთ შენერებულ კადრში ჩანს რომ საბამ პირველი აიწია ცდები? 601 გამონტაჟოთ, მაშინ ძალიან გაგიჭირდება. 602 და 603 გაყიდული ყველაზე დაბალ თანხიანი რაღაც ვიყიდე მე მგონი. მილიონი ყველაზე დაბალი. ხრობდეს. მართალი ბრძანდებით საბა 200,000 დოლარი არის ჯამური ღირებულება ხო, ნახე, შენ 10,000 ლარიანი რაღაც იყიდე 900 ლარი და ჩემს ძალიან ნორმალურია. შემდეგი ლოტი თქვენს წინაშე გახლავთ სათამაშო ბობა ფეტის Star Wars-დან 100 ლარი მიღებულია 200 ლარი 300 ლარი რა ხდება სათამაშო არის რა არის მოგვიყევი რა მოგიყვებით მეგობრებო ეს არის 1979 წელს გამოშვებული სათამაშო რომელიც კომპანია კენერმა გაუშვა გაყიდვაში 1979 წელს თუმცა მე გეტყვით რომ თავიდან ანუ ეს სათამაშო ზოგადად მაღაზიებში არ გაყიდულა არც კი იგეგმებოდა რადგან წარმოების ეტაპზე უსაფრთხოების რისკების გამო მთელი სერია განადგურდა დარჩა მხოლოდ 2 ცალი და ეს კონკრეტული მოდელი ლეგენდის თანახმად ფიგურა იყო ამოღებული გადაგდებული სათამაშოების ყუთებიდან. ახო ეს არის მეგობრებო ბობა ფეტი რომელიც გამოირჩეოდა ფერადი აბჯრით, საფრენი აპარატით და ძალიან მაგარი იარაღებით, სხვათა შორის იარაღებით. აუ, იარაღი 400. ცოტა უხერხული იარაღი ხო არა? 500. ეს წითელი ძაღლის იმას არ გავს. რა ქვია? ფანკარს. იყიდე ხა რაღაც. 600. მე რა ეს იყო? 601 არა, ნუცა გადაარტყავს. 602 ნუცა. 700.
800. რა შეიხდით ხალხო სათამაშოა რა? 901, 902 და 900. ფილმის გამოშვებამდე რო იყო. 3. გაყიდული. აი გნო ჩოდნოდა ეხა ავწევდი აქ. აბა ჩვენი ბობა ფეტი მე ვიცოდი ეს რა ღირდა. გადაგდებული სათამაშოების ხუთებიდან ამოღებული $652,000. რომელიც ღირს 500 დოლარი. საკმაოდ ნორმ. მე ბევრად ძვირი მეგონი. რასე რა გინდათ მოურას ერთში. ეს არ გაიყიდება არასდროს. მარტო საბა იყიდეთ. მეგობრებო, შემდეგი ლოტი აბა გახლავთ ჰიპოპოტამის მინდა. დივანი. აუ მინდა ეს გახლავთ დიზაინის ელიტა, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენით, მეგობრებო, რადგან ეს არ არის უბრალოდ დივანი, მე გეტყვით, რომ ეს არის ხელოვნების ნიმუში, რომელიც 400-ზე მეტი საათის შრომას მოითხოვს. გულეოსაც ძალიან წააგავს. მთლიანი კონსტრუქცია იმდენად ზუსტად გადმოსცემს ჰიპოპოტამის დეტალურ და გრანდიოზულ ფორმებს, რომ შეგრძნების დონეზე აცოცხლებს კი ქმნილებას. 50 ლარი. 100 ლარი არის მინიმუმ. ხელით ნაკეთი, ფოლადის ჩარჩოთი, ტყავით დაფარული ინტერიერი და ეს ნივთი უკვე გამხდარა საუბრის თემა მსოფლიოს დიზაინ გალერეებში. კი ბატონო 100 ლარი. არა 100 ქორო მქო 200 მიღებულია. არ ვიყიდი ბოლოს დარწმუნებული. 300 ნინიკო მიიღო. ვიღაცისთვის შეიძლება ეს უბრალოდ ავეჯია 500 მივიღე, მაგრამ ვიღაცისთვის ეს არის კოლექციის 100,000 მაქსიმუმ. ობიექტი. შესაძლოა ვიღაცას როგორც კოლექციის ობიექტად ისე შეიძლება. 501, 600, 601 და 600 ვიშვიდე. ოპა! 701, 701. კორდონე. 702 და 703 გაყიდულია. ჩვენი ჰიპოპოტამის დივანი გაყიდულია. ბიჭო, ეს თუ 9 მილიონზე მეტი ღირს დებილობა. 400 საათი, 9 მილიონზე რამდენად ძვირი უნდა ღირდესო დებილობა არ იყოს. 200,000. ჩვენი ჰიპოპოტამის სავარძელი გახლავთ 95,000 დოლარი. აბა რა მეგობრებო, აბა რა. მოკოტია სხვა წინა გადაცემაში ნიკიკო ჩააწვინე შიგნით. რა ხერა, მაგრამ მართლა კაი სათავსოა, დედაც პიცაო. მეგობრებო, შემდეგი ლოტი შენი მეგობარი საერთოდ მე შუაში ვარ, უსაყვარლესი ჰიპოპოტამის სავარძელი. ატრიეს ჰიპოპოტამი თუ რა მაიმე მიშველეთ ეს კაცი ვიცანი ენდი ბაირონის ხელფასი ერთი თვით, რომელიც გახლავთ საკმაოდ წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიის CEO. ცოტა ხნის წინ იმაზე ოდნავ უფრო ასე ვთქვათ, ზედმეტად გამოჩნდა ეკრანებზე, ვიდრე მას უნდოდა, რადგან Coldplay-ის კონცერტზე პატარა სკანდალშიც გაეხვა და თავის თანამშრომელთან ერთად გამოიჭირეს ღალატში. ან ძველი ხელფასი თუ ახალი ხელფასი არსებული მონაცემებით ამ ადამიანს რა ხელფასიც აქვს ან ჰქონდა თავის ტექნოლოგიური კომპანიების რა პოზიციაზეა უკაცრავად? თავარი CEO. აი იმ რობოტის ხელფასი იქნება ზუსტად Star Wars-ის. არავინ არ ამბობს 100 ლარს. მოდი იყოს. იყოს 100 ლარი. მაცადეთ თუმცა. იყოს 200 ლარი. ბიჭო, რამდენად ვიღირს, რომ ეს ხალი მე ვიყო, ეხა აი მაგას ფიქრობ, რომ აი რა ხელფასი უნდა ქონდეს დაკრეჭილ ტიპს. 300. 300 ლარი ერთი. 400. აი ესე იგი მისი ქონების ნახევარ სავარაუდოდ მეუღლე წაიღებს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ერთი თვის ხელფას დაეუფლოთ. იყოს 500. ოპა 501, 502 და 500 რა ხდება, ეგ რა არის? 600. 601, 602 და 603 გაყიდული. არა, დიდი ხელფასი. 300,000 მეტი იქნებოდა. შეიძლება. აი რაღაცა. ჩემს 500,000 გახმაურებული სკანდალის მთავარი მონაწილის ხელფასი გახლავთ 690,000 დოლარი. და მე აქვე დავამატებ, რომ აქ ბონუსები არ შედის. ლაშა, ამას მე არ გადმოვატრიალებ. აი ესე იდოს. მეგობრებო, მეშვიდე ლოტი სტუდიაში ავტომატური 100 ვარ ლაშა მომინიშნე რა ყველაზე. ავტომატურად 100 მონიშნულია, მიღებულია Gucci Mane-ის საქორწინო ტორტი და ეს ტორტი მინდა გითხრათ, რომ დაგემოვნებული აქვს ყველასთვის კარგად ნაცნობს ერთი პერიოდში ძალიან ცნობილ რეპერს, არა მარტო რეპერს, Puff Daddy-ს. მაგარი კაცი. ასევე Rick Ross, Lil Yachty-ს და კიდევ მრავალ რეპერსა თუ ჰოლივუდის მსახიობს. ფარტიზე გასინჯა თუ წინა იმაში? პრეპარტიზე.
არა. ესე Gucci Mane-ის ქორწილში იყო დამზადებული, მულტიმილიონიანი ქორწილი ჩატარდა მაიამიში, სადაც აი ეს ყველა ცნობილი რეპერი და ჰოლივუდის ვარსკვლავი და სხვა სელებრიტი ეს აი, რამოდენ დაჟეს ეს 200,000 მithor დაჟება იმენ. აი, ეს ბეზე რა. აი, ამ წოულების თავარი მოვლენა იყო თავად ეს ტორტი, რომელიც მორთული იყო 2500 ასევე Swarovski-ის კრისტალით, რადგანაც ქორწილის თემატიკა იყო ბრილიანტები და კრისტალები. და იმდენად დიდი ზომის იყო ჩვენი ეს ტორტი, რომ ჩვენი Gucci Mane ხანჯლით ჭრის ჩვენს ტორტს, მეგობრებო. ხამარა Swarovski დიდი არაფერი, ამიტომ ძალიან ძვირი არ იყირება. 500. 500 ლარი, 400 გადაარტყა, 600 ამბაგიჟე 700 რა, ამბაგიჟე 700-ო. 700 მე რაღაცა ხონდა დავხარჯო, ვაფშე არ მინდა. გოგა გეუბნები ძალიან. 701 არა ხო რა, 200,000 მეტი არ ეყირება. Swarovski-ის თვლები აქ და ძვირი არ იყირება. და 700 3 გაყიდულია. მივულოცოთ ჩვენს გუგას პირველი ლოტი, თუმცა მეგობრებო, გუგა იძახდა რომ სამივე დირკა უნდა ვიყიდო. აი, პეროს ვერ ხედავ გაყირს და მაგით სამივე დირკა უნდა ვიყიდო. მე ვიტყვი რომ არ ვიცი თქვენ სამივე დირკას იყიდით თუ არა, მაგრამ გეტყვით რომ ესეთი ნაყიდი გამდგება. $75,000 ტორტი. 600 იყიდა? აი 600 ყიდო, აუ 800 უნდა ეყიდა. ანუ დაჟე ჩემი ჰიპოპოტამი უფრო ძვირიანია, გოგა რო იცოდე. მერვე ლოტი სტუდიაში. მე რო გავიდე შეიძლება? ჯერ არა. სტივ ჯობსის Apple-ის კომპიუტერის პირველი პროტოტიპი. ეს არის 1976 წელს გამოშვებული Apple 1-ის პირველი პროტოტიპი. Apple Tech ინდუსტრიის გიგანტი გახდებოდა, ის იყო კომპანია, რომელმაც ორმა მეგობარმა, Steve Jobs-მა და Steve Wozniak-მა 70-იან წლებში გარაჟში შექმნეს. 100 ლარი, ორი ხვრელი ზედიზე. რამდენი უკაცრავად? 100. 100 მიღებულია. 200, 300. Apple ისეთი დიდი კომპანია 500. 500 მიღებულია, 600 მიღებულია, 700 მიღებულია. აი, სახელი მაინც რას ნიშნავს? Apple რო გესის? ეგრევე 800 მიღებულია, მეგობრებო. ორივე ადამიანი. ეს არის ზუსტად რასაც მიიღებთ. ეს არის ზუსტად პირველი ეს უბრალოდ გამოიყურება და ეს ჩამოვიდა, რა თქმა უნდა. 900 900 1000 მივახციეთ 3 0 1100 1101 შენ თქვი 1100? 1100 2 და 1100 3 გაყიდულია. 120,000 მაქსიმუმ. ამინდო რამდენი დახარჯვა. 1000 რო ეწარე. თიკო, მე შენს ადგილას ყურებს არ ჩამოვყრიდი, რადგან $700,000-იანი ლოტი შეიძინა. ჩვენმა ნიკომ ჯერჯერობით საკმაოდ ითახა გადაიხადა, თუმცა ყველაზე ძვირადღირებული ლოტიც დააფიქსირა. ნინიკოს რამდენი დარჩა თანხა რო შეგვახსენოთ? 800. აუ, ერთ რაღაცას კი იყიდი ისე. ჯონ ლენონის ალბომი ჰოლი ბიჭო! ავტოგრაფით 100 ლარი მიღებულია, თუმცა ეს არ არის უბრალოდ ავტოგრაფი. რადგან 1980 წლის 8 დეკემბერს ლეგენდარული მუსიკოსი ჯონ ლენონი მისმა ფანმა მარკ დევიდ ჩაპმანმა მოკლა, მაგრამ სანამ უშუალოდ ესროდა, ის მანამდე მივიდა ხელი მოაწერია კი? და ალბომზე ხელი მოაწერინა და მას შემდგომ უკვე მოკლა. ეს არის მისი ბოლო ხელმოწერილი ზუსტად ის ალბომი, რომელიც ჰქონდა მის მკვლელს. 200 თუ 500 არის? 500. 500 არა. 600. მომხერლის მე უნდა ვიყიდო. 700. 900 ლარი სამბასგან ცოტა უცნაური ბიდი შემოვიდა. მარტო 900-ებს იძახის ეს კაცი და ამართლებს. 901, 902 და 900. 3 გაყიდული. წარმოიდგინე, ესეთი ისტორიული რაღაცაა და ბოლო ხელმოწერა ეხა ეს 1.5 მილიონიანი უეჭველი უნდა იყოს. არა, საბა, ნუ ნერვიობთ. $520,000 ღირს ეს ალბომი. ღირდა, უეჭველი ღირდა. ვაცა, რამდენი ლოტი დარჩა? არ ვიცი ზუსტად, მაგრამ გადავდივართ მე-10 ლოტზე. და აქვე რაღაცა მუსიკის ინდუსტრიაში ვტრიალებთ და მე კიდევ ერთ ვარსკვლავს შემოვიტან ლოტის სახით, თუმცა ეს გახლავთ ელვის პრესლის თმა.
როდესაც ელვის პრესლი სცენას ტოვებდა და სარკის წინ ჯდებოდა მხოლოდ ერთ ადამიანს, ანდობდა თავის ლეგენდარულ ვარცხნილობას, სტილისტ ჯილ ნავას. ჯილმა როგორც ნამდვილმა და წინ დახედულმა ადამიანმა არათუ მოჭრილი თმა არ გადააგდო, არამედ ისტორიისთვის შემოინახა და სწორედ თავისი სტილისტის მიერ შემონახული ნამდვილი რეალური ჩვენი ელვის პრესლის თმა იყიდება ლოტის სახით და ასევე მოყვება დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ავთენტურია ნამდვილად ეს ელვის პრესლის თმა მეგობრებო. ეს რო გადაინერგო შეიძლება? არ ვიცი თუ თქვენ მოახერხეთ დღესდღეობით გასაკვირი არაფერი არ არის ჩემო ქოროდა. 500 ლარი მიღებულია. შეიძლება რომ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეხა მე ამას ვიყიდ და ვსო. მე ფული აღარ არ ვიცი 501 800 ლარი. საბა გაატან თუ შენ 700 გაქვს, შენ რისი თავი გაქვს. 801 802 და 800 ტენე სამი გაყიდული. ანუ თქვა ადამიანმა. არა, კაია. ეხა თუ ეს ძალიან ცოტაღი. ნინიკო, ერთი თხოვნა მაქვს შენთან. გული არ გაგისკდეს. პირობა უნდა მომცე, რომ გადაცემის ბოლომდე დარჩები. ავალ მინდა რომ რადგან ჩვენი ელვის თმა? კაი რა. ის 5 ძალიან ცოტა იყიდება გესმის, ანუ თლიანად არ ყიდეს. ნაცი. ერთი ღერი ღირს 5000 შენ. ის ღირს აი ის. და მორჩა ჩვენი აუქციონი გაიმარჯვა. აი ეს просто რა შემოიტანა საერთოდ რა შუაში იყო ვიღაცის თმა. გადავიდეთ შემდეგი ლოტი, რომელიც გახლავთ 700 ლარი მიღებულია. ეს გახლავთ მე-12 საუკუნის ჭადრაკის ფიგურა, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ჭადრაკის ფიგურა. მრავალი საუკუნის წინ შოტლანდიის მიწაზე ვიკინგთა ეპოქის ლეგენდარული საჭადრაკო ფიგურა დაიკარგა, მაგრამ რამდენიმე საუკუნის შემდგომ, კონკრეტულად 1831 წელს შოტლანდიის კუნძულ ლუისზე იგი შემთხვევით აღმოაჩინეს. და თქვენ წინაშე არის მე-12 საუკუნის ჭადრაკის ავთენტური ფიგურა, გამოკვეთილი სპილოს ძვლისგან და ის შეიძლება თქვენს კოლექციაში აღმოჩნდეს. ოღონდ მე გეტყვით, რომ ლუისის საჭადრაკო ფიგურები არსებობს, რომელიც ძალიან ღირებული არის განსაკუთრებით ბრიტანეთის მუზეუმისა და ედინბურგში. 700 ლარი მიღებული არის. 800 ლარს ვხედავ 801 ერთი ყიდვა მაქვს. ეს კაპ 802 და 900. ნუცა თუ დაუთმობს ამ ჭადრაკის ფიგურას. ეს არის 1000. ეს არის მეფე მეგობრებო გამოსახული 1001. ეს ერთხელში 1002 და ოპა! 1100 ერთხელ კი აი ესეთია. ჭადრაკის ფიგურა არის. 1101 მე უფრო ალბათ ნუცას უყურებ. 1102 და 1200. 1200 პრინციპულად და უბრალოდ. პრინციპულად არტყობს ნუცა. 1201 2 აჰა, ვაშა. ეგრე 1001 ეხა პრინციპის საკითხია. ნაგავს ყენია. 1400 აიღოს. წაიღოს? სიმბოლურად 3. დედად ვიყიდე? 1400. 1300. სულ მილიონი ღირდეს აღარ მიიღოს. ბატონო გუგა, თქვენ ხელოვნურად ძდიდით თუ მართლა გინდათ ლოტი? ბიჭო, ორი ვარიანტია, ან ნაგავია, ან შუაში არ არის, ან ზაყოლაძურია, ან 860,000 ლოტი შეიძინა ჩვენმა ნუცამ. ჯერჯერობით ყველაზე ძვირადღირებული ლოტია, მაგრამ რამდენად გაამართლებს 1400 ლარით ამ ლოტში გადახდა, ამას ცოტა ხანში გავიგებ. თუმცა ჯერჯერობით ყველაზე ძვირადღირებულ ლოტს ფლობს ნუცა. წყალქვეშა სასტუმრო Laver Deep Submarine. ესეთი სასტუმრო არის. დასვენება 2 ღამით, 2 კაციანი ნამდვილ წყალქვეშა სასახლეში. 100 ლარი. 200 ლარი. 300 ლარი. 400 ლარი. 500-ია. ვინ თქვა 500? გუგამ. 500 მიღებულია. ეს გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სასტუმრო, რომელიც ოკეანის ფსკერზე მოგიზგიზე ფუფუნებას გთავაზობთ. შუშის კედლებიდან თვალწინ გეშლება ზღვის ფლორა და ფაუნა მეგობრებო. თვალწინზე 400 კაროჩი. 500 გაქვთ და ჩამოწიე. აი ესეთი სასტუმროა, აი.
ოპა 500 მაშინ იყოს? 500 იყოს? დავტოვოთ 500 და 600 ამ ლოტის ფლობელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ გამოცდილებას მიიღებს. 700? 700 701 702 მე მოვამზადებ ჩემ ჩაქუს 700 მაწყობს. და 703 არა 300.000 ევროზე მეტი ხო არ ეღირება, ანუ აი გამორიცხულია. არ ვიცი. არა 9 მილიონი ეღირება ეს? ამ ლოტის ფასი გახლავთ 446,000 დოლარი. დირკა არ არის გუგა გილოცავ ძმა. მადლობა. ყველაზე იაფენები რაც იყო მე წავიღე და აღარ არის? ყველა ჯერჯერობით ყველაზე იაფიანი შენ გაქვს. მაიკლ ჯექსონის ხელთათმანი. ბიჟუტერიით ხო გამდიდრებული? არ ვიცი ეს რითი არის გამდიდრებული, თუმცა ეს ის ორიგინალი ხელთათმანია, ჩემო გუგა. ურანი არ არის ეს. არა, ურანი არა. 100 ლარი, ხო? მივიღე ფასლარს. ეს არის ზუსტად ის ხელთათმანი მაიკლ ჯექსონს, რომელიც ეცვა, როდესაც მან პირველად გააკეთა თავისი საკულტო მოძრაობა Moonwalk-ი 1983 წელს ბილი ჯინის სიმღერისას. 500 ლარი მიღებულია. ეს პრესის თმას ეხა ბევრად არ ჯობია. არ ვიცი. 600 ლარი მიღებულია. ამის შემდეგ ეს ხელთათმანი Times Square-ის Hard Rock კაფეში ინახებოდა, სანამ მისი გარდაცვალების შემდეგ აუქციონზე არ გაიყიდა. 700. 701. ხოლო იტყვის ეხა წამზე ველოდები. არ დათო. მიდი რა. არ გატანო. 3. მოვიგე თამაში. დედასპიცა. აი ამ ხელთათმანით მოვიგე თამაში. თქვენი აზრით დაახლოებით რა არის? 3. მილიონ რაღაცა ხო? აი ჩემს მონოგონი იქნება $5,000. ჩვენი მაიკლ ჯექსონის ხელთათმანი გახლავთ 420,000 დოლარი. ბედურება. ყველაფერი შეიძლება რომ ერთი ფასი ღირდეს. მე 14 ლოტზე ვართ, მეგობრებო, უკვე. ავაგე ყომარი. ნინიკო, გააქტიურდი? მე 14 ლოტზე. ვაშა მოგყო. არტეფაქტი ტუტანჰამონის აკლდამიდან. ბუზი ხო? არა, ეს არის კალია, უფრო კონკრეტულად. მაგრამ მე გეტყვით, რომ არ არსებობს არანაირი დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ ეს ნამდვილად ტუტანჰამონის აკლდამიდან. აი 600. 600, 700. თუ არავინ არ იცის რა ათმინე. ემუდან გამოწერილი არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი არქეოლოგი იფიცება და ეგვიპტოლოგი მიიჩნევს, რომ ეს არის სწორედ ამ არქეოლოგიდან, რადგან მისი მოყვანილობა, სტრუქტურა ძალიან კარგად გავს სწორედ იმ ნივთებს, რომელიც ინახებოდა ტუტანჰამონის, ასე ვთქვათ, აკლდამაში. არტეფაქტი უკავშირდება ტუტანჰამონი გეთქვა თავად. ბრიტანელ არქეოლოგ ჰოვარდ კარტერს, რომელმაც 1922 წელს გახსნა პირველად აი ეს ტუტანჰამონის აკლდამა და ეს ტიპო ძალიან ბევრი არქეოლოგი ადანაშაულებს მის ფარულად მოპარვაში ამ ჩვენ ბრიტანელ არქეოლოგს. 700, 800, 901 ნინიკოს უყურებ? აუ ვაშა მოგყო. 1000. რა ხდება ეს მესამე წამზე? 1001? დგაბ 1002 და ხოროქთ ხო? 1101, 1102 და 1103. გაყიდული. ნახე, ჩემი აზრით ხრელი ეს არ შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ ეს რაცებს ანუ ყიდულობენ ფასი ადევს რა და მაგრამ არ იცი ზუსტად ნამდვილად ისეთი ძვირფასი არის თუ არა, იმიტომ რომ დოკუმენტაცია არ არსებობს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი არტეფაქტის ღირებულება გაახლავთ 675,000 დოლარი. მადლობა. მე გეტყვით, რომ ჩვენი აუქციონი ჯერ არ დამთავრებულა, რადგან მე 15 ლოტი შემოახლა სტუდიაში, რომელიც გაახლავთ ინდიანა ჯონსის მათრახი. ჩვენს აუქციონზე სხვათა შორის ინდიანა ჯონსის ქუდი გავყიდეთ. აი ეს არის გავიჩინე ეს არის მათრახს. ეს უეჭველი ხრელია. უეჭველი ხრელია 100 ლარი. თქვენ და გაქვთ ახლა დარჩენილი. და ვიდავთ 200 ლარს, გასაგებია. ეგ მე ვარ ლაშ, შეგეშა. 200 ლარი მიღებულია. მე გეტყვით, რომ ეს არის ჩვენი საკულტო ფილმის ინდიანა ჯონსის ზუსტად ის მათრახი, რომელსაც ჰარისონ ფორდი იყენებდა და იქნევდა. 200 ლარია მარტო, ამიტომ მე დავიწყებ ათვალს. 201, 300 ლარი, 400, 401, 400, 500 ლარი, 600 ლარი, 700. 701. აცი ჯერ გაიქცე. არა, 702 და 700. აცი, არა ნეგო. გაყიდული. ეს არის თმაზე იაფი. თმაზე იაფია. ანუ მაიკლ ჯექსონის ხელთათმანი ღირდა 400,000. აი, ეხლა არის შანსი
რომ ვიღაცამ იყიდოს იმაზე დაბალფასიანი ლოტი, ვიდრე ელვის პრესლის თმა იყო. თუმცა უშედეგოდ, რადგან ეს ლოტი გახლავთ $525,000. ამდენად იყიდე? 700 ლარა. ტორტი რატომ? ტორტი რა? გუიმი. და დაიწყე ლაპარაკის ბეზეო რა უნდა დაჯდეს ეს. და ჩვენი აუქციონი ჯერ კიდევ გრძელდება, ახლა შემოვა მე-16 ლოტი. Samsung SGR A1. ეს არის მეგობრებო, ყველას ალბათ გაქვთ ნანახი ფუტურისტულ თამაშებში და ფილმებში ავტომატიზირებული იარაღები, რომლებიც რაღაც ძალიან ძვირფას და მნიშვნელოვანს იცავენ. და სხვათა შორის Samsung-ი არა მხოლოდ ტელეფონებს, ტელევიზორებს და მსგავსი სახის ტექნოლოგიებს უშვებს, არამედ საბრძოლო ტექნიკაშიც ჩართულია ჯერ კიდევ 2003 წლიდან. და კონკრეტულად ეს მოდელი 2014 წელს დააყენეს კორეის საზღვარზე ექსპლუატაციაშიც კი შევიდა. გამოიყენა რა თქმა უნდა სამხედრო თავდაცვის მიზნით და დანიშნულებით და 2 მილის მეშვეობითაც კი შეუძლია რომ დააფიქსიროს მოძრაობა და ესროლოს მტერს. თქვენ რამდენს აბიდავთ? 100 ლარი ერთი, 200. 201, 300, 400. რამდენი მაქვს? 700. 501, 502 და 601. 701. მოდი აღარა მაქვს. 702. ოპა რა. 800 ლარი ჩვენმა გუგამ 800 ლარი გადაარტყა. 801 ვინმეს აქვს 800 მეტი დარჩენილი. ოპა 900 ლარი, 1000 ლარი. 1001, 1002 და 1000. 1100. 1100. დავძვერი. დაცვერი. 1100 თქვა მეტი ბატონო აღარ ხო? გადავის, ამიტომ შეგვიძლია გადა. 1, 2, 3 სიმბოლურად ათვლილია და ლოტიც გაყიდულია. ჩემზე იაფია. ბიჭო, პატარა გაიგე, ანუ რამდენს უნდა ისრულოს აი ამ პროსტა იარაღი ხო $1,200 რა ეღირებაო, უბრალოდ იარაღი $2,000-იო. ჩემოქორო, 1 0-იანს მიუწერე და $200,000 გავა. ჩეო ბოლო იყო ეხა ეს აუიან. მეგობრებო, ეს იყო მე-16 ლოტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი აუქციონი დასრულდა. ჩაეზათას. და გამარჯვებულს მიულოცოთ ნუცას, რომელიც გავიდა პირველ ადგილზე და დააგროვა $990,000 მეგობრებო, პატარატაში დაუბრუნდით ჩვენს გამარჯვებულს. მე მგონი რომ ძალიან საინტერესო თამაში იყო. აუ, ძალიან საინტერესო იყო. ყველაზე. მადლობა მეგობრებო იმისთვის რომ გვიყურებდით, დაალაიქეთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, კომენტარებში დაწერეთ მეგობრებო თქვენი აზრით ვინ ითამაშა ყველაზე კარგად, მიუხედავად იმისა, წააგო თუ მოიგო, ნინიკოს გულები გავუსპამოთ აუცილებლად და მადლობა იმისთვის რომ გვიყურებდით, დაალაიქეთ ვიდეო, მადლობა ასევე ჩვენს გენერალურ სპონსორსა და წარმოადგენს ამბასადორი ბეტს. ნახვამდის.